ძვირფასო პოლიტიკოსებო ბრიუსელიდან. გთხოვთ უთხარით დანიას, რომ ნახშირბადის გადასახადი კი უნდა ავამოქმედოთ, მაგრამ ის ყველა სხვა ქვეყანამაც უნდა დააწესოს. პლანეტა სულ ზღაფავს, კლიმატური კატასტროფები სულ უფრო და უფრო ძლიერად გვიტევს. ამიტომ სათბური აირების ეფექტთან ბრძოლა აუცილებელია ევროპისთვის. მაგრამ ჯერჯერობით ვერ შედგა კონსენსუსი. მაინც როგორ უნდა მოხდეს ეს განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება აგრარულ სექტორს. მე დანიაში ვიმყოფები ახლა ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ ქვეყანაში სათბური აირების შემცირების თვალსაზრისით. დანიის მთავრობის ბოლო ინიციატივა ასეთია: დაწესდეს კარბონის გადასახადი მეცხოველეობაზე 2030 წლიდან მსოფლიოში პირველად. თუმცა ეს ინსტრუმენტი ძალიან საკამათო გამოდგა. მისი ოპონენტები ამბობენ, რომ მას ძალიან მცირე გავლენა ექნება სოფლის მეურნეობის სექტორში გამონაბოლქვის შემცირებაზე. ევროკავშირს სურს 2050 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალური გახდეს. თუმცა შუალედში სათბური აირების გამონაბოლქვი 2030 წლისთვის სულ მცირე 55%-ით უნდა შემცირდეს. მაგრამ ექსპერტების მიხედვით ეს მიზანი რომ შესრულდეს, სოფლის მეურნეობაში სათბური აირების გამონაბოლქვი უნდა განახევრდეს. ეს სექტორი მთელ ევროპაში მავნე გამონაბოლქვის 11.9%-ს გამოყოფს. აქედან უმეტესი წილი მეცხოველეობაზე მოდის. მავნე აირები ძირითადად საქონლისა და ცხვრის საჭმლის მონელების პროცესში გამოიყოფა. ასევე საქონლისა და ღორების ნაკელის შენახვის დროს. ამას ემატება როგორც ქიმიური, ისე ნაკელის სასუქის მოყრის დროს გამოყოფილი გამონაბოლქვი. საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია აგრარული სათბური აირების ყველაზე დიდ გამფრქვევ ქვეყნებად ითვლებიან ევროკავშირში. თუმცა მათ არც დანია ჩამორჩება, რომელიც რძის პროდუქტებისა და ღორის ხორცის მსხვილი ექსპორტიორია. მეცხოველეობა დანიაში სათბური აირების გაფრქვევის მეორე ყველაზე მსხვილი წყაროა ენერგოსექტორის შემდეგ. სოფლის მეურნეობას დანიის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკავია და მთელი ეს ტერიტორია ფაქტობრივად მეცხოველეობას ეთმობა. ეხა ღორების ერთ-ერთ ფერმაში ვიმყოფები, რომელსაც მესაქონლეობის ფერმებთან ერთად კარბონის გადასახადი უნდა შეეხოს, რომლის შემოღებაც მთავრობამ გადაწყვიტა. თუმცა მისი ეფექტურობის ნაკლებად ჯერა ამ ფერმის პატრონსა და დანიის მდგრადი სოფლის მეურნეობის ასოციაციის ხელმძღვანელს. ამ ფერმაში 800 დედა ღორი ყავს, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 20,000 ნამატს მაძლევენ. როდესაც ღორის წონა 30 კილოს აღწევს, მათ გერმანიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში ვყიდი, რადგან იქ ვიღებ საუკეთესო ფასს. მოწინავე ტექნოლოგიებს ვიყენებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დავაბინძურო გარემო. ეს გოჭები 3 კვირის არიან. მათი სადგომი მუდმივად სუფთაა, რადგან იატაკი იხსნება და ექსკრემენტები ქვედა იატაკზე ცვივა, რომლის ქვეშაც დამონტაჟებულია ისეთი ტექნოლოგია, რომლის მილებიც უწყვეტად აგრილებს ნაკელს და თან ელექტროენერგიად გარდაქმნის. ამ ელექტროენერგიას კი ვიყენებთ როგორც ნაკელის გასაგრილებლად, ისე გოჭების სადგომის გასათბობად, რაც ძალიან კარგია გარემოსთვის. ჰაერში არ ვუშვებთ მავნე გამონაბოლქვს. ჩვენი სისტემა არ გამოყოფს ორთქლს, აზოტი არ იფრქვევა ჰაერში. აქ ნაკელის ავზები გვაქვს. ამას ახალი თავსახური აფარია და არაფერი არ იფრქვევა ჰაერში. აქედან ზოგადად დიდი რაოდენობით მეთანი ამოდის, მაგრამ ეს სახურავი აკავებს. ამ მეორე ავზის სახურავი უნდა გამოვცვალოთ, რადგან დაძველდა. ახლა გასაგებია, საიდან მოდის სუნი. ახლა გასაგებია, საიდან მოდის სუნი. ღორების ნაკელს მინდვრის გასანოყიერებლად ვიყენებთ. აი ამ სისტემის საშუალებით. გარდა ამისა, ვგეგმავთ, რომ ნაკელი ისეთ ადგილას წავიღოთ, სადაც ენერგიას აწარმოებენ. დანიაში ბუნებრივი აირის 40% ბიოგაზზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ ნაკელი ქარხნებში მიგვაქვს. და აი ასე მიდის ენერგია მომხმარებლამდე. ფერმერი ამბობს, რომ ახალი გადასახადი კონტრპროდუქტიული იქნება.
ჩვენ ყველას, განსაკუთრებით კი დანიელ ფერმერებს, გვინდა რომ ვიყოთ რაც შეიძლება ეკომეგობრული და საუკეთესო. თუ კიდევ დაგვეგრავენ, პრობლემები შეეგვექმნება საქმიანობაში, რადგან ვეღარ ჩავდებთ ინვესტიციას მწვანე ტექნოლოგიაში. ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც სურთ გადასახადის შემოღება და ეს კი არ არის კარგი ბაზრისთვის. თუ კარბონის გადასახადს გადავიხდი, აღარ ვიქნები კონკურენტუნარიანი სხვა ქვეყნებთან მიმართებით და უარს ვიტყვი მეცხოველეობაზე. მე მაინც ვცდილობ მქონდეს მინდვრები და გავაგრძელო საქმიანობა, მაგრამ ვეღარ შევძლებ მქონდეს ასეთი წარმოება. კითხვა ხომ არ გაქვთ ბრიუსელთან? მაქვს, ძვირფასო პოლიტიკოსებო ბრიუსელიდან. გთხოვთ უთხარით დანიას, რომ ნახშირბადის გადასახადი კი უნდა ავამოქმედოთ, მაგრამ ის ყველა სხვა ქვეყანამაც უნდა დააწესოს. მსოფლიოში ყველა ქვეყანა უნდა ისრაფოდეს, იყოს საუკეთესო. ევროპაში მაინც, რათა ჩვენ ყველამ ერთდროულად გადავიხადოთ გადასახადი. თორემ არ იქნება ეს კარგი ერთი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც კონკურენციაზეა დამოკიდებული. დანიის მთავრობამ მეცხოველეობას ახალ გადასახადს უწესებს. რამდენად იქნება ეს ევროპისთვის სამაგალითო? ბრიუსელმა ფაქტობრივად ჩაიქნია ხელი აგრარულ სექტორში ნახშირბადის გადასახადზე. ამ მოსაზრებით მივედი ერთ ექსპერტთან, რომელიც მუშაობს კოპენჰაგენში კლიმატის საკითხების ევროპის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოში. თუ 2005 წლიდან მოყოლებული ევროპაში აგრარული სექტორის მიერ გაფრქვეულ გამონაბოლქვს გადავხედავთ, ძალიან მცირე მოცულობაა შემცირებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ფერმერებს мотиваცია არ აქვთ. თუ გინდა მაგალითად, რომ უკეთ მართო ნაკელის ნარჩენი, ამის შესაბამისი ტექნოლოგია ძალიან ძვირია. ხოლო თუ ამ ტექნოლოგიის შესყიდვით მოგებას ნახავ, როგორც მაგალითად დანიაში, სადაც ასეთი ტექნოლოგიის დანერგვის შემთხვევაში გადასახადი შეგიმცირდება, მაშინ გექნება мотиваცია, რომ მიიდო. არიან ფერმერები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ გადასახადს და ამბობენ, რომ რადგან ევროკავშირის მასშტაბით არ მომხდარა ამ გადასახადის ჰარმონიზაცია, ეს კონკურენციის თვალსაზრისით წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს დანიელ ფერმერებს, რომლებიც საბოლოოდ ამ საქმიანობას მიატოვებენ. არის ეს არგუმენტი? ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც დანიაში სათბური აირების დაბეკვრას აკრიტიკებენ, არის ეგრეთ წოდებული გადინების პრობლემა. გულისხმება ის შემთხვევა, როდესაც წარმოება გადის სხვა ქვეყანაში და შესაბამისად მას მიჰყვება გამონაბოლქვიც. აი აქ უნდა ითამაშოს ევროკავშირმა დიდი როლი, რადგან რაც უფრო ერთიანი პოლიტიკა გვექნება ევროპაში, მით უფრო ნაკლები იქნება ასეთი ტიპის გადინება, რადგან სხვა ქვეყნებმაც უნდა შეამცირონ გამონაბოლქვი. ჩემი აზრით, ერთგვარი საფასო მექანიზმი უნდა ავამოქმედოთ აგრარულ სექტორში, რათა ემისიების შემცირების мотиваცია გაჩნდეს. გარდა ამისა, უნდა დავაკვირდეთ ერთიან აგრარულ პოლიტიკას და ვნახოთ, რის შეცვლა შეიძლება, რადგან დღეის მდგომარეობით ძალიან დიდი რაოდენობით სუბსიდია მიდის ისეთ წარმოებაში, რომლებიც სათბური აირების წარმოქმნას უწყობს ხელს და არა იმ წარმოებაში, რომლებიც უფრო ეკომეგობრულ ტექნოლოგიებს იყენებენ. 2024 წელს ფერმერების პროტესტის გამო ევროკომისიამ გადაიფიქრა სოფლის მეურნეობაში იმ დაგეგმილი ზომების ნაწილის გატარება, რომლებსაც 2040 წლისთვის დათქმული კლიმატის მიზნების აღსრულებისთვის უნდა შეეწყო ხელი.